live server-ზეც გავიდეთ. Okay. წინა ლექციაზე როგორც მახსოვს, ფუნქციებზე ვივარჯიშეთ და მერე დომი დავიწყეთ, ხო? ძალიან მარტივად შევეხეთ ამსაც. Okay. დღეს ახლა ჩავურმავდებით დომის თემატიკას, ეს რატო გავზარდე. Okay. მოკლედ იდეაში დღეს პირდაპირ გადავიდეთ დომზე, დავიწყოთ დომთან დაკავშირებით. განვიხილოთ დეტალები და დავივარჯიშოთ. კარგით. მოდით ახლა პირველ რიგში მე მინდა რამე პარაგრაფი შევქმნა. შეგინთ არაფერს არ ჩავწერ. ან მოდი რამე ჩავწეროთ 1 2 3 მაგალითად. ანუ გამოგვივიდა ჩვეულებრივად და HTML-ში. ეხლა მე დავსვავ ესეთ კითხვას. მე თუ მჭირდება რომ აი ამ პარაგრაფს მივწვდე, რა უნდა გავაკეთო ამისთვის? Get document by IDT an element თუ ან keyword moment. კი ბატონო, ნუ იდეაში კლასი თუ არა აქვს. შეგვიძლია იდეაში ნუ რამეც ვთვლადი შევქმნათ, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ეს HTML-ის ელემენტი გქონდეს შენახული რამე კონკრეტულ ვთვლადში, იდეა შეგვიძლია არ შევინახოთ, პირდაპირ გამოვიყენოთ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ შევინახოთ. იმ ვთვლადში მოდი pairs დავარქმევ ვთვლადს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივწდეთ documents და შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს რამდენიმე მეთოდი იმისთვის, რომ აი ამ elements მივწვდეთ ჩვენს პარაგრაფს. მოდი მე ახლა მივცემ class. parts დავარქმევ უბრალოდ. ასევე მივცემ ID-ს. და ამასაც parts დავარქმევ, მივცემ ID. მოკლედ ახლა ჩვენ თუ გჭირდება რომ ამ პარაგრაფს მივწვდეთ, გვაქვს რამდენიმე მეთოდი. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია get მოდი get-ამდე სანამ გადავალთ წინაზე რაც განვიხილეთ query selector-ი განვიხილოთ query selector-ის საშუალებით მივწვდეთ ჩვენ პარაგრაფს. მაგალითად თუ მჭირდება რომ მარტო ამ კონკრეტულ პარაგრაფს მივწვდე, მე ამ ჭალებში ჩავწერ p-ს. და ამის საშუალებით მე ვუთხარი რომ p-tags უნდა მივწვდე. დოკუმენტში მოიძებნება პირველი p-tag-ი, რომელიც არის და იმ p-tags შევინახავთ კონკრეტულად აი ამ ვთვლადში. მოდი კონსოლშიც გამოვიყვანოთ ახლა ეს პარაგრაფი. და როგორც ხედავთ, აი ჩვენი პარაგრაფი მივიღეთ კონსოლში. თუ გჭირდება რომ კლასის საშუალებით მივიღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა დავწეროთ წერტილი და შემდეგ უკვე კლასის სახელი. p2 დავარქვით. და როგორც ხედავთ, იგივე პარაგრაფი მივიღეთ. დავაყოთ აი p2 გამოვიტანოთ კონსოლში. იგივე პარაგრაფი მივიღეთ. და კიდევ ერთ კონსოლს შევქმნი, p3-ს დავარქმევ და ახლა ისევე documents უნდა მივწვდეთ და გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი, როგორიც არის get element by ID. შემდეგ გავხსნათ ჭილები, გავხსნათ ჭალები და დავწეროთ ID-ის სახელი. ხო? და მოდი p3-ით გამოვიძახოთ ახლა კონსოლში. და როგორც ხედავთ, მარტო რაც პარაგრაფში წერია, ის როგორ დავლოგოთ, ანუ 1 2 3 და მთლიანი თეგი რო არ დაილოგოს. იდეაში ჩვენ ამისთვის შეგვიძლია გამოვიტანოთ ესეთი მნიშვნელობა, როგორც არის value. ეხლა values ვერ გამოვიტანთ ესე ადვილად. ჯერ ამ კონკრეტულ ელემენტს უნდა ჩავწვდით. მე ახლა განახებთ აი ეგ მნიშვნელობები როგორ მივიღოთ და ასე შემდეგ.
იმაზე რომ გადავალთ input-დან მნიშვნელობის ამოღებაზე, აი მან განახებთ კარგად. Okay. ხო, ნუ იდეაში სამივეს მივხვდი და კიდე ერთი რის თქმა მინდოდა ეხლა მე. ზოგადად JavaScript უადვილდება ყველაზე ასე ვთქვათ JavaScript-ისთვის უფრო კომფორტული ID-ებთან მუშაობა, ვიდრე მაგალითად query selector-ის საშუალებით რომ class მივხვდეთ. ეს ჩვენთვის დიდად შესამჩნევი არ იქნება, ესეც ვერანაირად ვერ შემოვჩნევთ, მაგრამ ზოგადად რეკომენდირებულია რომ უფრო ID-ებთან გქონდეს შეხება ვიდრე მაგალითად კლასებთან ან თეგებთან. Okay, იდეაში განვიხილეთ ახლა როგორ მივწვდით ამ კონკრეტულ მნიშვნელობებს. და ახლა ჩვენ დაგვჭირდება რომ არა, იდეაში ხო, okay, მიწდომა ვნახეთ და ახლა ესეთი რაღაც მინდა განვიხილოთ, მოდი ამ ყველაფერს ჯერჯერობით დავაკომენტარებ მე. და განვიხილოთ ესეთი მეთოდი, როგორიც არის create element. მაგალითად, მე შევქმნი ახლა რამე სხვაც const და სახელად დავარქმევ ამ const divs. რომელშიც მე ახლა შევქმნი რაღაც კონკრეტულ HTML-ის ელემენტს. აქ დავწერთ documents, შემდეგ წერტილი და create element. გავხსნათ ფრჩხილები, გავხსნათ ბრჭყალები და ამ ბრჭყალებში უკვე უნდა ჩავწეროთ ის კონკრეტული თეგი, რომელი თეგის შექმნაც გვინდა. მე ჩავწერ უბრალოდ divs. და კონსოლში რო გამოვიტანოთ, იდეაში ეს div-ი როგორც ხედავთ, აი აქ ვნახავთ რომ რაღაც div-ი შეიქმნა, რომელიც ჯერჯერობით არსად არ იმყოფება, ეს უბრალოდ ჩვენ JavaScript-ში გვაქვს სხვადი, რომელშიც ვინახავთ რაღაც კონკრეტულ შექმნილ divs. ანუ ეხლა ეს რეალურად არც HTML-ში, არც არსად არ იმყოფება. და კიდე ერთი რაღაც მინდოდა მე თქვა, ანუ query selector-ის საშუალებით ასევე შეგვიძლია ჩვენ მივხვდეთ ID-ს. ანუ ჩვეულებრივად არ გვექნება პრობლემა იმაზე რომ ID-ს მივხვდეთ, query selector-ის საშუალებითაც ასევე. ჩვენ უბრალოდ როდესაც class მივმართავთ როდესაც class მივმართავთ ვიყენებთ წერტილს, მაგრამ როდესაც მივწვდებით ID-ს უნდა მივწვდეთ sharp-ის საშუალებით ეგრეთ წოდებული DS-ის. ხო, და ასევე ჩვეულებრივად შეგვიძლია query selector-ის საშუალებით ასევე ID-ს მივწვდეთ. ხო, ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული როგორ გამოიყენებთ. Okay, როგორც ხედავთ, ჩვენ divs ახლა მივეცით. უпростоრად შევქმნით ჩვენი div-ი და მოდით ახლა ჩვენ divs რამე კლასი მივცეთ. როგორ უნდა მივცეთ კლასი? ჩვენ გვაქვს უკვე ცვლადი div-ი, სახელად div-ი, რომელშიც ვინახავთ უკვე ამ შექმნილ divs, ხო? უნდა მიმართოთ ამ divs, ამ ცვლადს და წერტილის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ ესეთ მეთოდს, როგორც არის class lists. Class lists აქვს ესეთი მეთოდი, class lists ზოგადად არის თვისება და ამ თვისებას აქვს თავისი მეთოდი. Class list add. ანუ იდეაში თვითონ JavaScript-ი ზოგადად რატომ არის ადვილი შედარებით მაგალითად C++-თან, C#-თან და მაგენებთან შედარებით. იმიტომ რომ აქ თვითონ სიტყვები გეუბნება ყველაფერს. ანუ რომ წავიკითხოთ, ანუ ცვლადის შექმნა სახელად div-ი უდრის დოკუმენტში ქმნი elements, create elements და რა elements ქმნი divs, ხო? მე ამ divs მიმართავ class list, ანუ class ვამატებ. და ახლა ბრჭყალებში ჩვენ უნდა მივუცდოთ რა კლასი უნდა მივცეთ ჩვენ divs. მოდი იყოს რამე ბლოკი პირობითად. და როგორც ხედავთ, ჩვენი div-ი, ჩვენ divs დაემატა კლასი. ახლა მე მინდა რომ აი ეს
ჩვენ divი გამოვიტანო HTML-ის სტრუქტურაში. აი მაგალითად body text-ში ჩავამატოთ. მე თუ მჭირდება რომ body text-ში ჩავამატო, ამისთვის მე საჭიროება რომ მივწვდე body text. ანუ ცალკე body tag-ი უნდა შევინახო სადმე ცვლადში. ნუ იდეა შემიძლია არ შევინახოთ ცვლადში, პირდაპირ შემიძლია მივწვდე body text და უთხრა რომ ეს ელემენტი დაიმატე შენ როგორც შვილობილი tag-ი მაგალითად. მაგრამ მეტი კომფორტულობისთვის ასე ვთქვათ, მე ზემოთ აი ამ div-ის ზემოთ კიდევ ერთ ცვლად შევქმნი const, რომელსაც დავარქმევ body-ს, რადგან body text უნდა მივწვდეთ ჩვენ ახლა და document იდეაში ადვილი მეთოდიც არის, მაგრამ მანამდე უბრალოდ query selector-ის საშუალებითაც შეგვიძლია ვნახოთ რომ შეგვიძლია რომ body text მივწვდეთ, ანუ ვეუბნები რომ მივმართავ body-ს. მოდი ეს კონსოლშიც გამოვიტანოთ. და როგორც ხედავთ, ჩვენი body tag-ი არის კონსოლში გამოტანილი, რომელსაც მივწვდით query selector-ის საშუალებით. მაგრამ იდეაში დოკუმენტი, რადგან ჩვენ დოკუმენტს მივმართავთ, ჩვენ დოკუმენტს წერტილის შემდეგ body რომ დაუწეროთ, დოკუმენტის პირველი ერთ-ერთი შვილობილი გამოდის body, გამოდის head-ი და გამოდის body. დოკუმენტის შვილობილი ელემენტები. ამიტომაც თუ დავწერთ დოკუმენტ წერტილი body, პირდაპირ მივწვდებით და აღარ დაგჭირდება query selector-ის გამოყენება და ასე შემდეგ. ოკეი, ჩვენი body tag-ი შევინახეთ ცვლად body-ში. ეხლა ჩვენ გვაქვს ორი ცვლადი. tag-ი body და tag-ი div. ეხლა მე თუ მინდა რომ აი ეს div-ი დავამატო body tag-ში, ამისთვის body text უნდა მივმართო და უნდა უთხრა რომ შენ ეხლა შვილობილ tag-ად უნდა დაიმატო აი ეს div. როგორ გავაკეთოთ? იდეაში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. დავწერ body-ს და წერტილი და უნდა გამოვიძახოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის append child. და მეთოდი append child-ის საშუალებით უკვე ვეუბნებით რომელი tag-ი უნდა დაემატოს. რა თქმა უნდა, ფრჩხილებში ჩვენ ჩავწერთ ჩვენ div-ს, ხო? და ეხლა იდეაში body tag-ი რომ გავხსნათ, როგორც ხედავთ, ჩვენი div-ი კლასით ბლოკი დაემატა HTML-ის სტრუქტურაში. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ CSS-ი და ელემენტარული რამე სტილები მივცეთ ჩვენ ბლოკს. გაითოთ width 50 პიქსელი, height 50 პიქსელი და background color მაგალითად. საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სტილს ვაძლევთ JavaScript-დანაც, ხო? მე მგონი რასაც CSS-დან. როგორ? თუ საჭირო გახდა, ანუ CSS-დან შევაფრო მარტივია, მაგრამ JavaScript-დანაც ნებისმიერი სტილი შეგვიძლია მივცეთ, ხო? აი ნებისმიერი. კი, ჩვეულებრივად ნებისმიერი სტილი შეგვიძლია მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია CSS-დან იყოს. ხო, იმიტომ რომ JavaScript-დან უფრო დიდი იქნება, რა თქმა უნდა, დიდად მოგვიწევს დაწერა და უფრო ხო, დრო ჭირდება მეტი. აქ უბრალოდ გადმოხვალ სტილებს მიცემ და ეგ არის, მაგრამ ჯერჯერობით რატომ ვიღაც ჩვენი ბლოკი არ ჩანს, ხო? რატომ? გავხსნათ მოდი ელემენტსი. იმის ბრალი არ იქნება, იმის ბრალია რომ CSS-ი არ გვაქვს დალინკ. CSS-ი დავლინკეთ და როგორც ხედავთ, აი შემოვიდა ჩვენი div-ი, ჩვენი ბლოკი, მიეცა ესეთი სტილები. რამე აქამდე ხო არ იყო გაუგებარი, მგონი რთული არ უნდა იყოს, ხო ეხლა ეს რაც გავიარეთ. რავი, რამე ხო არ დარჩა გაუგებარი. არგით მაშინ გავაგრძელოთ.
ოკეი, დავამატეთ ჩვენი divი და მოდი ახლა ისე გავაკეთოთ, მოდი ჩვენ divs ცოტა გავზრდი დაახლოებით 100 პიქსელამდე, 100 იქიდან და 100 აქედან. მოდი 150-ით შეიძლება. ხო. და ამ divში მე მინდა რომ ახლა შევქმნა პარაგრაფი და მოდი აქედან საერთოდ წავშლი მე ახლა ამ პარაგრაფს. ან დავაკომენტარებ. და მოდი ახლა შევქმნათ აი ამ divში, გავაკეთოთ პარაგრაფი და შემდეგ ამ პარაგრაფში ტექსტის ჩაწერაც ვნახოთ როგორ და მოვახდინოთ. მოდი აბა თქვენ მიკარნახეთ ახლა და მე დავწერ. როგორ უნდა გავაკეთო ეს. ანუ რას ვაკეთებთ? ანუ ამ divში მინდა რომ შევქმნათ პარაგრაფი. პირველ რიგში მაგ divs უნდა მივწვდეთ რა თქმა უნდა. divs-ზე всё უცნობა გვაქვს, კლასი გვაქვს, უბრალოდ სვადი გვაქვს, რომლიდან გამომდინარე შეგვიძლია მივწვდეთ, მაგრამ აი ახლა რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში პარაგრაფი შევქმნათ. get document by class-ით უნდა მივწვდეთ divs პირველ რიგში ალბათ. არა, divs-ზე ხო გვაქვს უკვე ზმა. ჯერ divი უნდა დავწეროთ უკვე, არა? და მერე divი არის და divs-ზე create გვაქვს. element. ხო, create element. შევქმნათ ცვლადი ახალი, მოდი p დავარქვათ p1, რომელშიც უნდა შევქმნათ პარაგრაფი, ხო? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ divი უკვე გვაქვს, divs-ზე წვომაც გვაქვს ასევე. უბრალოდ პარაგრაფის შექმნა გვჭირდება და ამ პარაგრაფის უკვე body text-ში დამატება. ანუ მივმართოთ ისევე documents და გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის create element. და უთხრათ რომ პარაგრაფი შექმნა გვინდა. ოკეი, ეს პარაგრაფი შექმნილია უკვე. ეხლა მე მინდა რომ body text-ში დავამატო. როგორ უნდა დავამატო? აი ეს p1 უბრალოდ div text-ში. div text-ში მინდა რომ ჩავსო პარაგრაფი. როგორ უნდა გავაკეთოთ? append child-ით append body-ს უნდა უთხრათ. უდრის ალბათ. არა, const-ის შექმნა აღარ გჭირდება. div წერტილი append child-ით ხო არა? კი, ზუსტად. მასე უნდა გავაკეთოთ. ანუ ლუკა body tag-ზე იწერია შენაფრენჩა. გამარჯობა გიორგი, ერთი ძალიან მოგნიშნავ ხლავე. მოდი დამაგვიან და ანუ ჩვენ გვჭირდება რომ div text-ში ჩავსვათ ჩვენი პარაგრაფი. ანუ div წერტილი, ანუ divs მიმართავთ და ვეუბნებით რომ append child და უკვე უნდა უთხრათ რომელი ელემენტი იქნება ამის შვილობილი ელემენტი. p1, ხო? და ჩვეულებრივად ახლა იდეაში ეს ბლოკი რომ გავხსნათ მაგრამ აი ტექსტს როგორ მივცემთ? აი პარაგრაფში ტექსტი ისევ append child-ი უნდა PS თუ უკვე რა? არა, თუ პარაგრაფში ტექსტის ჩაწერა გვინდა, აქ უკვე ყველაფერი ძალიან მარტივადა. ნახეთ, p1-ს უნდა მივმართო, ანუ იმ ელემენტს მივმართავ, რომელშიც მინდა ტექსტის დამატება. მაგალითად, ჩვენთვის ახლა ეს არის p1 და ვეტყვით text content. უდრის და ბჭყალები. და ახლა ამ ბჭყალებში ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩავწეროთ რა ტექსტი გვინდა რომ გამოვიდეს აქ. მაგალითად, რამე ტექსტი.
და ამ პარაგრაფში დაემატა ტექსტი. ანუ მივმართეთ P1-ს, ანუ ჩვენ სულაც რომლიდან გამომდინარე შევქმნით პარაგრაფი. შემდეგ გამოვიყენეთ მეთოდი text content-ი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ელემენტში ჩავსვათ ტექსტი. და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ემატება ტექსტი. ეხლა იდეაში მოდით ეგეთ გავხსნათ ბლოკი, პარაგრაფი, ნახოთ. შიგნით ჩვეულებრივად წერია რამე ტექსტი. იდეაში ჩვენ ტექსტსაც ასევე შეგვიძლია რამე სტილები მივცეთ, მაგალითად უთხრათ რომ div-ში, რომელსაც კლასი აქვს ბლოკი, ამაში იმყოფება რაღაც პარაგრაფი, რომელსაც მე მინდა რომ font size-ი გაუზარდო, მაგალითად 20 პიქსელამდე და ფერი გავხადო, მაგალითად წითელი. და როგორც ხედავთ, აი ეს სტილები მიეცა ჩვენ პარაგრაფს. ანუ იყოს კარგად რომ გამოჩნდეს. აი font size დაახლოებით 25 პიქსელამდე ავიღოთ. ოკეი, ანუ text content-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომ ტექსტი დავამატოთ ჩვენს პარაგრაფში. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც მინდა განახოთ. აი მაგალითად ეხლა გვაქვს ესეთი რაღაც შესაქმნელი. უნდა შევქმნათ ული, უნდა შევქმნათ ლი და აქ უნდა იყოს 1 2 3 4 მაგალითად 5. აი ესეთი სტრუქტურა გვაქვს შესაქმნელი. ჯერჯერობით ამ ყველაფერს დავაკომენტარებ ახლა. დავაკომენტარებ ახლა მე ამ ყველაფერს დროებით და აი ეს სტრუქტურა მინდა რომ შევქმნა აი ამ ბლოკში ახლა. მოდი სიმაღლეს გავუზრდი ბლოკს დაახლოებით 5 პიქსელამდე იყოს. და ეხლა ეს თვლიანი სტრუქტურა მინდა რომ გადმოვიტანო და შევქმნა აქ JavaScript-ის მხრიდან. ეხლა ეს ყველაფერი რომ გავაკეთო მე, ну ეხლა ჯერ ული შექმენი, მე append child-ებით ლიები ამატე, ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდება რა თქმა უნდა, ხო? ამიტომაც მე შემიძლია ეხლა რამე ცვლადი შევქმნა, const-ი ისევე და რომელსაც დავარქმევ მაგალითად list-ს. ამ list-ში მე ნახეთ რას გავაკეთებ? შევქმნი გვერდულ ბრჭყალებს, ლიტერალებს, ეს მნიშვნელოვანი დეტალია და აი ამ სტრუქტურას დავაკოპირებ და გადმოვიტან JavaScript-ში. ახეთ მე ეხლა ჩემ ცვლად list-ში მაქვს HTML-ის markup შექმნილი. როგორ შემიძლია გამოვიყენო მე? ნახეთ, ვივმართავ ჩვენს divs და გამოვიყენებ ესეთ მეთოდს, როგორიც არის inner HTML. ანუ inner HTML თვისებას შეაქვს რაღაც სტრუქტურა რომელიმე ელემენტში. ანუ მე ვეუბნები, რომ ჩვენ ცვლად divში, ანუ აი ამ ბლოკში, inner HTML-ის საშუალებით უნდა შევიდეს რაღაც სტრუქტურა. რა სტრუქტურა უნდა შევიდეს? უდრის და შემიძლია ეხლა გადავცეთ ჩვენი ლისტი. მოდი გადავცეთ ლისტი და როგორც ხედავთ, გამოგვივიდა ეს HTML-ის markup-ი ჩვენს divში. რაც რომ გავხსნათ, დაგვემატება ესეთი ული და ლიები და ასე შემდეგ. ოკეი. ეხლა კიდევ რა ვნახოთ, აქ რა არის საინტერესო. მოდით ეს რაღაცას გავაკეთებ მე. მე შევქმნი ცვლადს. let numbers, რომელიც იქნება მასივი.
5, 10, 15, მაგალითად 20 და 25. მე მაქვს აქ 5 ელემენტი ჩემს ცვლადში, მასივში. და მინდა რომ აი ამ 1 2 3 4 5 ის მაგივრად ჩაიწეროს აი ეს მასივის ელემენტები. როგორ უნდა ჩავწერო აქ? თქვენი აზრით, აი რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გამოვიყენო? ეს ვიცით ჩვენ გვერდულ ბრჭყალებში რომ შეგვიძლია ცვლადის მნიშვნელობა შემოვიტანოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და აბა გაიხსენოთ. Number წერტილი, მაგრამ 4-ის გარეშე როგორ უბრალოდ იგებს? უყურე Number წერტილი? არა, მანდამდე ჯერ უნდა მივიდეთ. ანუ რაღაც ვისწავლეთ ჩვენ, აი მაგალითად, რამე აი აქ მაგალითად მინდა რომ რიცხვი არის რიცხვი უდრის მაგალითად და აქ რაღაც მაგალითად დოლარის ნიშანით რო ვსვავთ. კი, ზუსტად. რა ერქვა მაგას? რა ერქვა? ტერმინი ინტერპოლაცია. ინტერპოლაცია. შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერპოლაცია და აი ამ ტექსტის მაგივრად შეგვიძლია რაღაც ცვლადის მნიშვნელობები შემოვიღოთ. ანუ მე აქ დავწერ დოლარს, ფიგურულ ბრჭყილებს და მაგალითად numbers კვადრატული ბრჭყილები, ანუ ჩვეულებრივად ცვლად მასივის რომელიღაც კონკრეტულ ელემენტს მინდა რომ მოდით ეს იყოს ნულოვანი ელემენტი. და პირველი რა თქმა უნდა გამოვიდეთ. ესე ხედით კი უბრალოდ ფიქრობდი რომ რამდენი ელემენტი იქნებოდა რომ არ ვიცოდით, ანუ 4 მაგიტო ვიფიქრე. კი, რა თქმა უნდა ეს 4-ით კეთდება ზოგადად მე ახლა უბრალოდ ჯერჯერობით. კი, სანამ მანდამდე მივალთ უბრალოდ საჩვენებლად მინდოდა მენახებინა რომ ესეთი რაღაცა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. და აი როგორც ხედავთ გამოგვივიდა ჩვენს ბლოკში, აი ეს მთლიანი სტრუქტურა მასივიდან გამოვიტანეთ მნიშვნელობები და ამის საშუალებით ასევე კეთდება to-do list-ები, აი ესეთი პრინციპით, დაახლოებით ესეთი პრინციპით. და აუცილებლად to-do list-საც გავაკეთებთ შემდეგ ლექციაზე. და კონსტანტის ცვლადში რატო არის ესენი ჩასმული? რატო ვსვათ კონსტანტაში და არა ლეთში? ზოგადად აი მე ახლა ვიცი რომ აუცილებლად არ შევეხები ამ divs და სხვა მნიშვნელობას არ მივცემ. არ შევცვლი მე ამას. დარწმუნებული ვარ აი ეს მაქვს div და იქნება სულ ეს. როგორც ეს პარაგრაფი მაგალითად, როგორც ეს კონსტი. გარედან მე აღარ შევცვლი ამას, ხელით თუ შევცვლი მაქსიმუმ. მაგრამ აი ეს შეიძლება შემეცვალოს, შეიძლება დავფუშო რამე ელემენტი, შეიძლება რაღაც მნიშვნელობას შევუცვალო, გადავცე. ამიტომაც მასივი შეიძლება გამოვიყენოთ, მასივი შეიძლება შევქმნათ ლეთით, იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება იყოს ცვალებადი. შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მე div რომ აქვს აი ეს. ვთქვათ, const თან ნახეთ როგორი ზოგადი სახელი აქვს div. მე შეიძლება ეხლა დავწერო 500 სიხაზი კოდი კიდე და კიდე მომინდეს div const-ის შექმნა, რომელსაც div ქვია, ხო? და რაღაც მივიცე მაგალითად ერთიანი მნიშვნელობა. ნახეთ, ერორი არის. რატო? იმიტომ რომ ეს div ამ divs უკვე აქვს მნიშვნელობა სადღაც ემოთ. ამიტომაც მე შეიძლება დამოვიწყდეს JavaScript-ი აუცილებლად შემახსენებს და მეტყვის რომ არა ვერ შექმნი შენ კიდევ ესეც ცვლადი გაქვს უკვე. რაც ძალიან კომფორტულია. ხო, იდეაში ესეც განვიხილეთ, კიდე რა შეგვიძლია ვნახოთ. მოდით ახლა კიდე რა ვნახოთ. და მოდი გავაკეთოთ img tag. მოდი ახლა ჯერჯერობით აი ამ ყველაფერს დავაკომენტარებ მე, ხელი რომ არ შეგვიშალოს. ხო, ეს ცალკე შევინახოთ რომ მინდა რომ ცალ-ცალკე გვეწეროს ეს ყველაფერი რომ მე რომ გადმოხედავთ. არა გერიოთ. და უბრალოდ აი ამ
კლასს წამოვიღებ. მოდი div-ის შექმნა და კლასის მიცემა და ეს ყველაფერიც წამოვიღოთ. უბრალოდ ეს ბლოკი გქონდეს და body-ზე გქონდეს წვომა. ანუ body tag-ზე წვომა წამოვიღე, div-ზე წვომა წამოვიღე, კლასის მიცემა და body tag-ში div-ის დამატება. всё. ახლა აქედან, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ მუშაობას. ნებისმიერ input-იდანაც ყველაფერიდან ასე გამოდის ინფორმაცია, ხო? თქვათ input text-იდანაც, input password-იდანაც. აქედან უნდა მივიღოთ მნიშვნელობა. ესეთი რამის გაკეთება მინდოდა, ანუ ორი HTML გვერდი რო ყოფილიყო და ერთ გვერდზე რო ანუ ინფორმაცია შეგვეოსო და მეორეზე ამ CV maker-ით CV რო გამოიტანა და ის ზუსტად ამისთვის. ამას ვერ ვაკეთებდი ამ დაკავშირებას ასე. აი ახლა დღეს ყველაფერს კარგად ნახავთ და აი ჩვეულებრივად უკვე შეგეძლება რომ აი მაგალითად რაღაც ინფორმაციას ჩაწერს მომხმარებელი და ეს რაღაც დამუშავებული გამოიტანო უკვე როგორც შენ დაგჭირდება ის. ესე გიგია. ოკეი. ეხლა იდეაში ჩვენ მოიცა რას გავჩერდით ამაზე და ხო img tag კიდევ შევქმნი ერთ კონსტანტას. ზოგადად ჯობია რომ ეს კონსტანტები ერთად გქონდეს და რაღაც კლასების დამატებები და ისინი ცალკე, მაგრამ ჩვენ რო არ დავივნეთ აუცილებლად ქვემოთ დავწერ მე აი ამ კიდევ სხვადი შექმნას და const img შევქმენი, რომელშიც ვეთქვი რომ დოკუმენტში მინდა შევქმნა ელემენტი create element და ეს იქნება img. ჩვენს div-ს მივმართავ, ვეთქვი რომ append child სრულობრივად დაიმატოს img tag-ი და რომ გავხსნათ ახლა რეალურად img tag-ი გვაქვს უკვე ჩვენ ბლოკში და ახლა რამენაირად უნდა გადავწეთ ატრიბუტი, ხო? ეს ატრიბუტი და ამ ატრიბუტს თავისი მნიშვნელობა. ამისთვის მივმართავ img-ს. იდეაში შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, მაგალითად href უდრის და პირდაპირ თუ ესე აღარ გვექნება საშუალება. არა ესე აღარ გავაკეთებ. SRC ხო არ უნდა source. SRC. href-ით რატო წავედი? აქ რა მოხდა? ხო, SRC href-ი უცბად tag-ზე წავედი. ხო, ანუ შეგვიძლია უბრალოდ მივმართოთ ან წერტილის საშუალებით img-ს, დავწეროთ თვითონ ატრიბუტის სახელი და უდრის და ბრჭყალებში ჩაუწეროთ უკვე მნიშვნელობა. ან შეიძლება მოით რამე ის ვნახოთ ახლა. ხო, ეს გავხსნათ ცალკე გვერდზე open image new tab. დავაკოპიროთ ამის მისამართი. აქ ზემოთ რამე სვადი შევქმნათ ამისთვის. const image url-ი დავარქვათ მაგალითად, სადაც შევინახავთ აი ამ მისამართს. და ახლა აქ src-ში ვეთქვი რომ image url-ი უნდა მიიღოს მნიშვნელობად. ასევე შეგვიძლია ნახეთ img with გამოვიყენოთ და უთხრათ მაგალითად 200. 100. თუ right file. აქ პიქსელებს არ ვეუნებით, ან პროცენტს ან რაღაც. არა, აქ პირდაპირ შეგვიძლია მივცეთ მნიშვნელობა, რაზე გვეჩხუბება ახლა ეს. და პიქსელად აღიქოს, ანუ ხო პიქსელად იღებს ამ მნიშვნელობას. თქვა 200 აიღებს რომ 200 პიქსელია. კი. რატო რა მოხდა? სადაც გვეჩხუბება?
რას მოინტერესებს? რა ხდება აქ? left image URL is not defined. ეს დაკომენტარებულია და ალბათ მაგითო. ეხლა გამოვიდა, ეხლა images with notes. კომენტარები რა მოხდა ვერ მივხვდი, რაღაც აირია. ოკეი, ეგ არ არის პრობლემა. რაც თავარია გამოვსწორდით, წინაზე აი ამას პიქსელები რო შევცვალე, მაშინ გვეჩვენა. აქვს აღარ გვეჩვენა. ოკეი. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად ჩვენი ფოტო შემოვიტანეთ, მივეცით ვიდი. ასე მაგალითად ანალოგიურად img height-ს იქნება. იმაჩვენებია. ეს ოპცელავთ ძალიან. მაგრამ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის img set attribute. რომელსაც გადაეცემა რომელსაც გადაეცემა ორი პარამეტრი. პირველი რა უნდა დაემატოს, src მაგალითად და მეორე image URL. და ეხლა ქვემოთ შეგვიძლია img width-ს მივცეთ მაგალითად 300. ან მაგალითად მე CSS-დან მართვებ. და შეიძლება მაინც რომ CSS-დან გქონდეს კონტაქტის სტილები. აი ესეთი რაღაც მივიღეთ საბოლოო ჯამში. და ჩვეულებრივად იმუშავებს ახლა ჩვენი ის სტრუქტურა. ფოტოც დავამატეთ. მოდი ახლა წაშლავს ნახოთ როგორ უნდა. ან თუ მჭირდება რომ რამე კონკრეტული ელემენტი წავშალო, იდეაში ეს ძალიან მარტივია. მჭირდება რომ ჩვენი img წავშალო, ან თვითონ მთლიანი div თუ მინდა რომ წავშალო. მივმართავ ჩვენს მაგალითად divs და delete. delete element. რა? delete to ვაიცათეთ ერთი ძამი. არა. remove. delete რატო წერდი არ ვიცი. და remove-ის საშუალებით შეგვიძლია რომ ამოვშალოთ ჩვენი ელემენტი. აი ბოდით ეგიდან ახლა წაიშალა. როგორც ხედავთ ჩვენი div და აღარ არსებობს. ან შეგვიძლია კონკრეტულად მაგალითად img-ს მიმართოთ და remove მეთოდი გამოვიძახოთ. და ჩვენი ფოტო წაიშლა. ხო. იდეაში შეგვიძლია რომ ნელ-ნელა უკვე მაშინ გადავიდეთ ღილაკთან მოქმედებაზე. კლასლის toggle-იც მინდა რომ ნახოთ. ძალიან საინტერესო მეთოდია და მაგასაც განვიხილავთ. ოღონდ ჯერ მოდი შესვენება გავაკეთოთ რომ შუა ლექციაზე არ გავწყვიტოთ 10 წუთი გავიდეთ შესვენებაზე. შესვენების მერე გავაგრძელოთ და გადავიდეთ უკვე ბატონთან და input-თან მუშაობაზე. ბატონო. კარგით.
არც მეგობრებო. კი ბატონო. კი. კი აქ ვარ. ოკეი. მაშინ გავაგრძელოთ ამ ყველაფერს. დავაკომენტარებ მე და ებზე ახლა იდეაში მე HTML-ის მხრიდან შევქმნი რამე ნებისმიერ ბატონს. გავაკეთებ. კლასი მივცეთ btn და click me დავაწყოთ. და ქვემოთ შევქმნით მეორე რამე input-ი. კლასი მივცეთ და ესე გავასწოროთ. პირველ რიგში ახლა მოდით ორივე ელემენტზე მივიღოთ ლომა const btn უდრის დოკუმენტ მოდი query selector-ის საშუალებით ამოვიღებ ორივეს btn და ქვემოთ იგივეს ჩამოვაკოპირებ მოდი input-ს დავარქვათ კლასი inc. Und მნიშვნელოვანი არ გამოხდეს წერტილები, რადგან კლასებთან მუშაობთ. დავით ვერანაირად, მოდი ლოგში დავლოგოთ ორივე და ვნახოთ, რომ მივიღეთ მნიშვნელობა. ისეთ ხო. როგორც ხედავთ, ბატონი და input-ი მივიღეთ კონსოლში. ძალიან კარგი. იდეაში ახლა ჩვენ რომ input-ში რამე მნიშვნელობა მივიღოთ, ჩვენ იდეაში დაგვჭირდება რომ input-ს მიმართოთ, ჩვენს input-ს და წერტილი values მეშვეობით ამოვიღოთ და ვნახოთ შეგნით რა დევს. ნუ ახლა რა თქმა უნდა სიცარიელია და სხვა მნიშვნელობას მაინც ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს კოდი უკვე დაწერილი გვაქვს. იდეაში ჩვენ შეგვიძლია უთხრათ რომ ფუნქციის გამოძახების დროს რაღაც ფუნქციის გამოძახების დროს გამოგვივიდეს ტექსტი. ჩვენს კონსოლში, აი როგორ გავაკეთოთ ეგ? ფუნქცია უნდა შევქმნათ, რომელიც console log input values და აი ამ ფუნქციას როგორ გამოვიძახებ შემდეგ? ორივე რო გამოიტანოს? არა, უყურე, მე მინდა რომ ღილაკზე რო დავაჭერ, რაღაც ფუნქცია გამოვიძახო და input-ში რა მნიშვნელობაც იქნება, აი ეს გამომიტანოს კონსოლში. პირველ რიგში ბატონს უნდა შევასრულებინოთ ეგ ფუნქცია. და როგორ უთხრათ ღილაკს რომ ფუნქცია გამოიძახოს დაჭერის შემდეგ? event listener-ით. კი ბატონო, event listener-ით ზუსტად. ანუ უნდა მივწვდეთ ჩვენს btn-ს და გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის @event listener. და აბა რა პარამეტრები გადაეცემოდა თუ გახსოვთ? პირველი კლიკი. შეგვიძლია უთხრათ კლიკი და მეორე ფუნქცია არა. ანუ ძიმე შემდეგ უკვე უნდა დავწეროთ ფუნქცია, ხო? ფუნქციის სახელი, რომელსაც შევქმნით. ხო, იდეაში აქ შეგვიძლია გავაკეთოთ arrow function-ი, ანუ ის რითი ფუნქცია, ანუ მოკლე ჩანაწერი რო გავაკეთოთ ახლა და function f1 მაგალითად და ესეთ ჩანაწერი რომ არ გავაკეთოთ, მოკლე ჩანაწერი გავაკეთოთ ფუნქციის, ანუ გავხსნათ ჩვეულებრივი ფრჩხილები, უდრის მეტობის ნიშანი და ფიგურული ფრჩხილები. ანუ შემოკლებული ფუნქცია დავწეროთ, ეგრეთ წოდებული arrow function. გავხსნათ ეს arrow function-ის ფრჩხილები, ფიგურული ფრჩხილები და აი აქ უკვე შეგვიძლია დავწეროთ ლოგიკა ამ ფუნქციის, რომელიც კლიკის შემდეგ იქნება გამოძახებული. და ეხლა უთხრათ, რომ როდესაც კლიკს მოვისმენთ, გამოვიძახებთ მე ფუნქციას, რომელიც მილოგავს
input წერტილი values. მოდი, ჯერჯერობით დავაჭიროთ click-მის და ვნახავთ, რომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა ცარიელი input-ი გამოგვივიდა, იმიტომ რომ შიგნით არაფერი არ არის და მოდი ჩავწეროთ რამე. რაღაც random text ჩავწერ, დავაჭერ click-მის და როგორც ხედავთ, აი ეს მნიშვნელობა მივიღეთ კონსოლში. ეხლა მაგალითად მე კიდევ ესეთი რაღაცის გაკეთება მინდა, რომ როდესაც click-მის დავაჭერ, არა მარტო გამომივიდეს კონსოლში აქ ჩაწერილი მნიშვნელობა. არამედ გასუფთავდეს კიდევაც. ზოგადად, მე რომ input-ს მივმართო, input შემიძლია მივმართო, input values უფრო სწორად, ანუ input value არის ის მნიშვნელობა, იდეაში input-ში ჩაწერილი მნიშვნელობა. ანუ აქ რა ჩაიწერება, აი ის არის input value. მე შემიძლია წინასწარ უთხრა, რომ input value იქნება მაგალითად 1 2 3 ჭალებს ჩავწერ. და აქ ჩვეულებრივად დამხდება 1 2 3 click-ს რომ დავაჭერ, რა თქმა უნდა კონსოლში 1 2 3 გამომივიდა. მაგრამ ანუ რა უნდა გავაკეთო ახლა იმისთვის, რომ მე როდესაც დავაჭერ ამ ფილაკს, აქ ჩაწერილი ტექსტი მინდა რომ გამოვიდეს კონსოლში და შემდეგ გამისუფთავდეს input-ის მნიშვნელობა. ანუ შეგინით აღარანაირი ტექსტი აღარ ეწევს. ბატონში უნდა ჩავწეროთ input value remove. remove. ხო, რა თქმა უნდა. აი მაგის ქვერთხებ. ბატონო, input values უნდა მივმართოთ და უდრის და რა უთხრათ? თუ როგორ უთხრათ? remove. არა, მასე ვერ ვიცით. ხო, ეგრე HTML-ის რაღაც კონკრეტულ ელემენტს წავშლით, მაგრამ მაშინ უდრის და ბრჭყალებში სიცარიელი. ზუსტად. უდრის და ბრჭყალებში სიცარიელი, ანუ უთხრათ, რომ როდესაც მომხმარებელმა ჩაწერა რაღაც ტექსტი, ჩვენ ღილაკზე დაჭერის შემდეგ კონსოლში გამოვიტანთ ამ values, რაც აქ ეწერა და ამის შემდეგ უკვე input value გაცარიელდება. ვეტყვით, რომ გახდება ის ცარიელი ბრჭყალები, ანუ აღარაფერი აღარ იქნება შიგ. მოდი შევამოწმოთ ეს. დავაჭეროთ click-მის, გამოგვივიდა ეს მნიშვნელობა და შემდეგ უკვე გაცარიელდა. ეს მნიშვნელობები რომ შევატრიალოთ ახლა, მოდი. ესენი რომ შევატრიალოთ ახლა, რა მოხდება? აქ რომ ჩავწერო და მე click-მის რო დავაჭირო. ყოველთვის სიცარიელეს გამოიტანს, იმიტომ რომ სიცარიელი დახვდება, ჯერ წაშლის და მერე ექნება console log-ი და ასე რომ ცარიელი დახვდება. კი, ბატონო, ყოველთვის გამოგვივა ცარიელი მნიშვნელობა. ოკეი. ეხლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მოდი რომ click-მის როდესაც დავაჭერ, input-ში ჩაწერილი მნიშვნელობა მინდა რომ აი ქვემოთ პარაგრაფის სახით გამომივიდეს. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ თან, აი აქ div-ს შევქმნი მე, ან ულს შევქმნი. class მივცემ რამე list მაგალითად. და მე უკვე მაქვს ახლა HTML-ში შექმნილი ული. ეხლა მე მინდა ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეიქმნას li და შიგნით ჩაიწეროს ის ტექსტი, რაც input-ში იყო და დაემატოს აი აქ ულში. და ყოველ ჯერზე რომ რამდენჯერაც მე არ უნდა შევქმნა. მოდი ული შევქმნათ, ordered list-ი რომ თან დავნომროთ 1 2 3 4 და ასე შემდეგ. და აი რა უნდა გავაკეთო ახლა ამისთვის? ეს input value-ს გასუფთავება, მოდი ბოლოში რო იყოს ჩავწევ პირდაპირ, ამ კონსოლობსაც წავშლი და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? იაში კონსოლში BB10-ის გამოსახება აღარ გჭირდება. პარაგრაფმა რო იგივე ტექსტი მიიღოს, რაც input-ში იქნება? არა, პარაგრაფმა აღარ, ანუ ჩვენ გინდა ულში ლისტებად რო დაემატოს ოლში. კი. პირველ რიგში როგორც წეგან template-ი უნდა მივცეთ და მე იმ მეთოდით სახელი რო ვერ გავიხსენე დოლარის ნიშნით ჩაუსვათ input-ის value. ინტერპოლაციით input-ის value რო ჩაუსვათ. მაგრამ ის შაბლონი დაგჭირდება წეგან როგორც li რო ჩაუსვით ბრჭყალებით. იდეაში ეგ შაბლონი შეგვიძლია აქვე გავაკეთოთ, მარტივად ნახეთ. const, ჯერ const-ი შევქმნათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ HTML-ში ამ all-ს მივწვდეთ, ხო?
წომა რომ მივიღოთ მაგ all-ზე, მოდი ლისტი დავარქვათ თვალს, document query selector-ი. და უთხრათ რომ lists უნდა მივიღოთ. მოდი კონსოლში გამოვიტანოთ და ვნახოთ ხომ სწორად გავაკეთეთ log. list. Okay, მივიღეთ. ანუ სწორად გავაკეთეთ ყველაფერი. და ეხლა უკვე მე მინდა რომ აი ამ list-ში დაემატოს უკვე li. მოდი აი მითხარით და მე დავწერ. list წერტილი append child-ი ალბათ გვაქვს. append child-ში რა ჩავწეროთ? ინტერპოლაციის საშუალებით უნდა ჩავწეროთ input-ი უნდა მივცეთ ეს იქნება ამ შემთხვევაში წერტილი imp $$ და წერტილი imp. append child-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რაღაც HTML-ის შექმნილი ელემენტი დავამატოთ. მაშინ მეორე მეთოდი create element რო. ბატონო, მასე შეგვიძლია მივყვეთ, მაგრამ მოდი ჯერ ესე გავაკეთოთ, რომ აი აქ აი ეს მეთოდი გამოვიყენოთ და მე create element-ი შევქმნათ li და მე ისე დავამატოთ. აი ეს რომ შევქმნი, რითი დავამატე? inner HTML. inner HTML-ი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც სტრუქტურა ჩავსვათ, ხო? ეხლა მე აქ იდეაში შემიძლია უბრალოდ ჭალები გავხსნა და უთხრა, რომ აქ შეიქმნება li და შიგნით ჩაემატება რა? input წერტილი value. всё, იდეაში ყველაფერი ძალიან მარტივადაა და მოდი ყოველ ჯერზე თან ლისტი დავლოგოთ. ანუ ყოველ ლიღილაკზე დაჭერის შემდეგ. და 1 2 3 ჩავწეროთ და დაემატა 1 2 3, მაგრამ ეხლა ნახეთ ყველაზე საინტერესო რა არის. მე რომ ეხლა კიდე რამე ჩავწერო, ფლექმის რო დავაჭირო, გან ახალს დაამატებს. შეცვლის. ჩვენ მითვისების ოპერატორით გახსოვთ რას ვაკეთებთ? ვეუბნებით ინახავს. კი ბატონო, ჩვენ კონკრეტულად ვეუბნებით რომ შენ მიათვისე ეს მნიშვნელობა. და всё, აქ რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს წაშლის და ამას დაამატებს. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ყოველ ჯერზე ახალი ელემენტი დავამატოთ და წინა მნიშვნელობა არ წავშალოთ, მაშინ უნდა დავუწეროთ პლუსი და შემდეგ მითვისების ოპერატორი. ანუ მივუმატოთ ამ მნიშვნელობას და თან გავუტოვოთ. ამის შემდეგ უკვე ყოველ ჯერზე ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, დაემატება ახალი li ჩვენს ლისტში. და აი მივიღეთ ესეთი შესანიშნავი რამ. ეხლა უკვე საინტერესო გახდა JavaScript-ი. კი, ანუ ეხლა ზუსტად იმ მომენტზე ვართ, რომ უკვე ნელ-ნელა პრაქტიკაში ვიყენებთ იმ ყველაფერს, რაც დაგვჭირდა რეალურად. მე ეხლა for each-საც თუ მოვასწარით დღეს ადიდეში, უნდა მოვასწროთ. for each-საც გეტყვით, აი აქ რაში შეიძლება რომ საინტერესოდ გამოვიყენოთ. და აი მაგალითად მომხმარებელის დარეგისტრირებას გავაკეთოთ. ხო, ეს პირველი მეთოდი და მეორე მეთოდი რას გავაკეთებთ? მოდი აი ამ თლიანს დავაკომენტარებ, დავაკოპირებ და აი ზემოთ გავიმეორებ. და აი ამ მეთოდის მაგივრად create element-ის საშუალებით გავაკეთოთ. იგივე სტრუქტურა. როგორ უნდა გავაკეთოთ? list წერტილი create element. list წერტილი create element, არა, უკვე შეგეშალა. არ ყოფილი. ჩვენ ვის უნდა უთხრათ რომ სად უნდა შეიქმნას ელემენტი? ანუ ზოგადად ეს ყველაფერი სად იქნება HTML-ის რაში? დოკუმენტში. HTML დოკუმენტი. კი ბატონო, ანუ
ჩვენ პირველ რიგში უნდა მივმართოთ დოკუმენტს, შემდეგ წერტილი, right, element, გავხსნათ ფრჩხილები და უთხრათ რომ უნდა შევქმნათ li, ხო? იდეაში ეს შეგვიძლია ახლა ჩვენ სვლადში შევინახოთ, მაგალითად ესე, const li და ეს როგორ გამოვიყენოთ ახლა შემდეგ? გამოვიყენოთ რა მხრივ? ანუ ლისტში როგორ მოვახვედროთ li? append child-ით. ანუ list-ს მიმართავთ წერტილის საშუალებით. გამოვიძახოთ ესეთ მეთოდს, როგორც არის append child-ი და გადავცემთ list. მოდი ვნახოთ და ემატა ოღონდ li-ში რა თქმა უნდა ეხლა სანამ დავამატებთ list li წერტილი ტექსტი როგორ შევიყვანო? value. არა? value. ანუ რა მეთოდი უნდა გამოვიყვანო? ტექსტი შევიდეს. წეგანი იყო და text value to რაღაც თავს. text რო აკრიფოთ ჯერ და დაწერს suggestions. როგორ? text რო აკრიფოთ და suggestions-საც დაწერს ერთ ტექსტი. აჰა. text content. text content. text content-ი უდრის და რა უნდა გადავცეთ ამას? input-ის value. input წერტილი value. Okay, მოდი ვნახოთ. Okay, ეგ პირველი, ეგ მეორე, ეს მესამე და როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად ემატება ყოველ ჯერზე. ჩვენი ტექსტი. ძალიან კარგი, ესეც ვნახეთ. ხო, აქ ასევე შეგვეძლო კიდევ ერთ მეთოდს განახევთ, მაგალითად იმის მაგივრად რომ ეს აქ ესეთ ჩანაწერი გქონდა. ჯერ დავაკავშირებ ყველაფერს, შეგვეძლო რომ უბრალოდ აი ესეთი რაღაც გაგვეკეთებინა. სვლადი არ შეგვექმნა და პირდაპირ ლისტისთვის გვეთქვა, რომ ნახეთ list წერტილი და list-ში ქმნით ამ ყველაფერს და მე უკვე append child-ს ვიყენებთ. Cannot it element. Okay. არა ვერ გავხსენებთ ის მართალია. Document list-ში ვერ შევქმნით documents, okay. ხო, ნუ იდეაში ეს სწორია. რა დაიყოს. აღარ გვინდა ექსპერიმენტები. კარგი. მოიცადეთ, რა გავაკეთეთ ახლა? მოიცადეთ. Okay, მე ტექსტს ვერ დავამატებთ. ეხლა ესეთ რაღაც მაინტერესებს. Text content უდრის input წერტილი value. ესეთ მოგვივა. ეს თამან უნდა იმუშაოს. იდეაში append child-ით იგადავთ, მაგრამ მე ტექსტს ვეღარ დავამატებ. ამიტომაც სვლადი აუცილებლად დაგვჭირდება. მე ხალხ ვფიქრე რომ ან სვლადის შექმნის გარეშე რომ გავაკეთოთ თქო, მაგრამ ჯერ რომ li მიიღოს მნიშვნელობა და მე დაემატოს ხო არ წაიყოლებს. უკვე ჩვენ ყველა შემთხვევაში მნიშვნელობა რომ გადავცით, text content-ი უნდა გამოვიყენოთ და list-ში რომ li მოხდეს, append child-ში უნდა გავატაროთ. და append child-ში თუ გავატარეთ, მაშინ კლასი ისა სვლადის სახელი აღარ აქვს და მნიშვნელობას ვერ მივცემ. ხო და აი ეგ ვარიანტია. იდეაში ეს რომ გავხსნათ, აქ ნახავთ უკვე ძალიან სტრუქტურას, ოღონდ ეს ცარიელია. უნდა
და ოკეი, input-დანაც მივიღეთ მნიშვნელობა. მოდით ახლა ესეთ რაღაცას გავაკეთებ მე. ნუ ეს ამაზე ცოტა დეტალურად მერე ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასევე input-ს მივაბად event listener. და გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი, როგორც არის kpress. უпростად ესეთი events მოვუსმინოთ, როგორც არის kpress. ანუ კლიკის მაგივრად ჩვენ უსმენთ ახლა ღილაკზე ელი დაჭერას. ყველა რაღაც თითის დაჭერა კლავიატურაზე, ოღონდ როდესაც ფოკუსირებული ვიქნებით ამ input-ში, იქნება event-ის გამოძახება. ქვემოთ შეგვიძლია რამე უბრალოდ აქ შეგვიძლია რამე ან all ხო გვაქვს და მოდი აი ამ all-ში უბრალოდ ახლა ბევრი რო აღარ ვიწყალოთ. List ვეტყვი on text content მაგალითად ალექსად მომწერდი input value. ანუ მოვუსმენთ kpress და ჩვენს list-ში ტექსტის სახით შევიყვანთ input value. და ნახეთ რა მოხდება. ანუ ჩემი ჩაწერილი ტექსტი პირდაპირ დაემატება აქ. ოღონდ წაშლა არ დაემატება, იმიტომ რომ რეალურად input-ში არ ვშლით ჩვენ delay-ს უბრალოდ არ ვუსმენთ. მე რაღაც ღილაკების დაჭერას ვუსმენთ და იმ ყველაფერს ამატებთ. ამაზე ცოტა დეტალურად მე ვისაუბრებთ, ანუ kpress-ზე და press up-ზე მასთან ერთად regular expression-თან ერთად აუცილებლად გავივლით. კიდევ რა სიტუაცია შეგვიძლია ვნახოთ ახლა რა სიტუაცია შეიძლება შეგვდეს. დღეს ძალიან ბევრი ახალი თემა დაგვემატა, ხო? მოკლედ ჩვენ გვაქვს ახლა ოკეი, იყოს ეს სტრუქტურა. ხო, ზოგადად მოდით იცით რა ვნახოთ კიდე, აი მაგალითად პარაგრაფში მაქვს რამე ტექსტი. მაგალითად დავაკომენტარ. და მინდა რომ აი ეს მნიშვნელობა მარტო ეს მნიშვნელობა გამოვიტანო კონსოლში. და დაგჭირდება ჩვენ აუცილებლად. ამისთვის საჭიროა რომ ნუ რა თქმა უნდა ჯერ მოდი პირდაპირ document query selector-ით ვიბდეთ ჩვენს პარაგრაფს და text content დავწეროთ უბრალოდ text content დავწეროთ. ანუ არ არის საჭირო უდრის და რაღაცები, უბრალოდ text content. ამ ყველაფერს console-ში ჩავსვავ ახლა მე და კონკრეტულად აი ეს ტექსტი კონკრეტულად აი ამ ტექსტს მივიღებ ჩვენ console-ში. ანუ მივწვდი ჩვენს პარაგრაფს და text content. გავუწერე და ჩვეულებრივად გამოგვივიდა console-ში ეს მნიშვნელობა. ესეთ განვიხილეთ და ახლა მინდა რომ განვიხილოთ ესეთი სიტუაცია, როდესაც გვაქვს ბევრი ლი. ანუ გვაქვს ული, რომელშიც არის ლიები. ამოს აი აქ ყველაფერს დროებით დავაკომენტარებ, დავტოვებ მარტო ულს, რომელსაც კლასს მივცემ lists, რომ გაგვიადვილდეს. რომ აღარ დავხარჯოთ უბრალოდ წლომაზე, პირდაპირ აქ. ესე მივწვდებით და აი აქ მინდა რომ მივწვდე lists. მოდი კლასები მივცეთ. list item-ები მაგალითად. ამ ყველაფერს ახლა მიწავში. დავამატებ მოდი 5 წელი იყოს და 5. აი გვაქვს ესეთი სია. და მე მინდა რომ
აი ამ შუა ელემენტში მესამე ელემენტში, მესამე ლისში. ან მესამე ლის ინფორმაცია წამოვიღო კონსოლში და გამოვიტანო. ან შევცვალ. როგორ უნდა გავაკეთო? მაქვს ლიები, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თეგი იგივეა, კლასი იგივეა. როგორ უნდა მივწვდე კონკრეტულად ამ ელემენტს? ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც. დავწეროთ ასევე const-ი, list item-ები დავარქვათ, სვლაც და დავწეროთ document query selector all. ნახეთ? query selector all-ის საშუალებით მე შემიძლია რომ მივწვდე მთლიან ყველა ელემენტს, რომელსაც ნახეთ აქვს კლასი list item. ამოდი ეს დაულოგოთ ახლა კონსოლში list item. და ნახეთ რა მივიღეთ list item-ები კონსოლში. და მოდით მაგალითად აი მეორე list item-ი გამოვიტანოთ კონსოლში. ნახეთ, მეორე list item-ი რომ გამოვიყვანო კონსოლში, აქ გვეუბნება რომ მაგალითად 3-ია ამის მნიშვნელობა. ახლა შეგვიძლია აქ text content-ი დავწეროთ მაგალითად და კონკრეტულად 3 გამოგვივა მნიშვნელობა. ან შეგვიძლია დავწეროთ უდრის და 5 მაგალითად. და შეეცვალა მნიშვნელობა. ანუ, როდესაც query selector all-ს ვიყენებთ, ჩვენ ვეძებთ ყველა ელემენტს, რომელსაც აქვს მაგალითად კლასი list item-ი, ან საერთოდ თეგებს ვეძებთ, ან ასე შემდეგ. უბრალოდ query selector-ში რო list item ჩავწეროთ, მარტო პირველს დაიჭერს? კი, ამ შემთხვევაში მარტო პირველი გამოგვივა, მარტო პირველზე გვექნება წვდომა. სხვებს ვერ მივიღებთ. მაგრამ ზოგადად, როდესაც query selector all-ს ვიყენებთ, მაშინ ვიღებთ, აი როგორც ხედავთ, massive-ს, რომელსაც არის 5 list item. რომ გავხსნათ, ესეთ რაღაცას მივიღებთ, ნახეთ. აქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელობა. აქ შეგვიძლია ვნახოთ child nodes-ი, რა შვილობილი ელემენტები ყავს. რა შვილობილი ელემენტები ყავს და აქ გვეუბნება რომ პირველი child nodes-ი ნახეთ, ეს არის შვილობილი ელემენტები და ამის შვილობილი ელემენტი არის მხოლოდ ტექსტი, რადგან შვილობილი ელემენტი არ ყავს. არის ასევე class list-ი, რა კლასი აქვს? list item. ასევე დიაში class list-ის მაგივრად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ class name-იც არის. აქ არის მოკლედ ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დიაში ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ განვიხილავთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი რაც დაგჭირდება, ყველაფერს განვიხილავთ, ყველაფერს შევეხებით. და გვეცოდინება ყველაფერი საჭირო ელემენტი. ოკეი. list item-ზე გავიგეთ, ახლა აი აქ text content-ი სად იყო, atributები რა აქვს, child nodes-ი, inner, იდეაში inner HTML-ი რო ვნახოთ, inner HTML-ის საშუალებითაც შეგვიძლია ვნახოთ, რომ აი აქ შიგნით ერთიანი წერია და ეს იმას ნიშნავს, ან ტექსტი რა არის შიგნით. text content-ი თუ იპოვე მე მანდაც ერთიანი ეწერება. უკაცრავად მაგას search-ი არა აქვს, რომ ისე მოვძებნოთ, თუ არ იწყალოთ.
აქ არა, აქედანაც ვერა არა. ან მოვიცადოთ. ან საშუალო სამწუხაროდ. აი, არა უშავს. იდეაში მოძებნა არ დაგჭირდება, იმიტომ რომ რაც დაგჭირდება აქედან. ჩვეულებრივად მივხვდებით რა. აი, ეხლა იცით რას განახებთ კიდე წეგან გამომრჩა ეხლა აუცილებლად უნდა განახებთ. აი inputs წამოვიღებ ეხლა აქედან. და input-ის value საიდან ვიღებთ? ეგ უნდა განახოთ დროებით ამას დავაკომენტარებ, მაგრამ inputs მოვხსნი კომენტარებს და console-ში გამოვიტან inputs. პირდაპირ მთლიანი HTML-ი გამომდის. ნახოთ ეს. იდეაში ივენთიდან წამოვიღოთ ამის მნიშვნელობა. ეხლა მე მოდით აი ეს რადგან ვნახეთ, ბევრი როგორ წამოვიდეთ. ეხლა განახებთ ძალიან საინტერესო რაღაცას. რაზეც ვივარჯიშებთ. ანუ პირველი მეთოდი ჩვენ ეხლა ვნახეთ ისეთი რაღაც, რომ კონკრეტულად ყველა ამოვიღეთ და კონკრეტულ ელემენტს როგორ უნდა მივიძდეთ. ხელით კოდის მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ მაგალითად ესეთი რაღაც გავაკეთოთ ეხლა. რომ მე მაგალითად ავირჩევ ამ ეს რაღაცასაც გავაკეთებ მე. Bad lists ვეტყვი, list-ში მყოფ list. თემ ეს რაღაცას cursor pointers. ცოტა font size-ი გავუზარდოთ 22 პიქსელამდე და margin bottom-ი 10 პიქსელი. აი ესეთი რაღაც გავზარდე ცოტა კარგად გამოსაჩენი რო იყოს და ღილაკზე დაჭერისას მე შემიძლია ამოვირჩიო კონკრეტულად მაგალითად ერთიანი და შეუნაცვლო მნიშვნელობა ასე ვთქვათ. როგორ გავაკეთებთ ამას? იდეაში list-ზე წნომა გვაქვს. ეს ყველა ელემენტზე წნომა აღარ გვჭირდება დროებით. და დაგვჭირდება ახლა ბათონი, ღილაკი, ანუ ღილაკი და input-ი გვექნება HTML-ის მხრიდან, JavaScript-ის მხრიდან, უბრალოდ ჯერჯერობით list-ზე გვაქვს წნომა. ასევე წამოვალ და btn-ზე წნომას დავაკოპირებ აქედან. და გვაქვს btn-ი და გვაქვს list-ი. ასევე დაგვჭირდება input-ზე წნომა. მანდა და მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაც. მე btn-ზე დავამატებ event listeners. და ვეტყვი რომ კლიკზე გამიტანე რაღაც ფუნქცია. მაგრამ მე გამომრჩა. მაგრამ ამ ფუნქციას ჩვენ რაც ახლა შევქმნით, პარამეტრის სახით გადავცე მე რაღაც events. რაღაც events, რომელსაც განახებთ ახლა ვიზუალურად რა მნიშვნელობა ექნება. ვეტყვი ახლა რომ კლიკზე უბრალოდ event-ი მანახე. და ნახეთ მე როდესაც აი ამ ელემენტს დავაჭერ, ნახეთ აი ამ ღილაკის შესახებ მივიღებ ინფორმაციას. აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ყველაფერი ამათაც მე განვიხილავთ აუცილებლად. ოღონდ რა თქმა უნდა, ყველაფერს არა, ну რაც საჭირო იქნება რა თქმა უნდა. უბრალოდ event-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ასევე input-ზე მივიღოთ ანალოგიური event-ი. და აქ გვექნება სადღაც ამით target
არ ჭირდება event წერტილი value-ზე თუ გამოგიტანს ახლა მნიშვნელობას უბრალოდ ერთ რაღაცას შევამოწმოთ. გავტესტავ არ კლიკს. ხო. არა, ესე ვერ გავაკეთებთ ახლა მე რა ვთქვი. არა, ამისთვის ჯერ ადრეა კიდე რაღაცეები გვაქვს დასამატებელი, ამიტომაც მოდი ეგ ცოტა მერე გავაკეთოთ. თორე ის მეთოდების გარეშე ვერ გავაკეთებთ რაღაც მე მინდა. აი, მოდით მაშინ ახლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მოდი ობიექტები შევქმნათ და ადამიანები დავარეგისტრიროთ, ეგ უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ხო, აი აქ ლისტებს წავშლი მე ახლა. ნუ ჯერჯერობით სარიელი იქნება ჩვენი ლისტი. მოდი btn-ზე. გავაკეთებ events და input for მოდი input ქვემოთ ჩამოვიტან და ნახეთ input for name input for name და მაგალითად input for age. ხო, შევქმნი სამი input-ის ცვლადი. ეს იქნება სახელისთვის და მოდი აქ თან ჩავწეროთ, რომ ეს input-ი ახლა აქ რაც გვაქვს, იქნება placeholder-ი შემოვიტანოთ. Your name. მეორე input-ი გვექნება your surname. და მესამე გვექნება your age. Inp მაგალითად name-ი, inp-name-ი, inp-surname და inp-age. აი ესეთი რაღაცები გავაკეთეთ. მოდით input-ებს შორის ცოტა დაშორებას გავაკეთებ. Margin bottom 10 პიქსელი გქონდეს და მოდით ღილაკსაც ქვემოთ ჩამოვიტან, რომ ამ ყველაფერს მომხმარებელი რო ჩაწერს და აჭიროს ღილაკს და ქვემოთ დაემატოს მომხმარებელი. იქნება ლისტი. ეხლა რა თქმა უნდა მივიღოთ მნიშვნელობები JavaScript-ში. ამ წუთმა მივიღოთ ამ input-ებს. და უთხრათ რომ როდესაც ღილაკს დავაჭერთ შეიქმნება ობიექტი const new user მაგალითად რომელშიც მომხმარებელს ექნება name-ი name-ის მნიშვნელობა რა იქნება აქ თქვენი აზრით ამ წუთას ცარიელი არა ნუ იდეაში ცარიელია მაგრამ სამომავლოდ რა უნდა ჩაიწეროს აქ name-ში ტექსტი ხო უყურე აი აქ პირველი მე რასაც ჩავწერ your name-ში ხო ეგ კი უყურე your name-ში მე რასაც ჩავწერ ეს მნიშვნელობა საწამოა ისევ ის მეთოდი დოლარის ნიშნით არა ეგ ჯერჯერობით აღარ გამოგვაკება ნახე მე აქ რომ ჩავწერ მნიშვნელობას ეს მნიშვნელობა ხომ მოდის აი ამ input value-ში input for name წერტილი value და მოდი უბრალოდ ჯერ მარტო ეს დავალოგინოთ new user და მოდი უბრალოდ აი აქ შევწერ კლიკმის დავაჭერ და ნახეთ მივიღე ობიექტი შემდეგ მე მექნება input for surname და აქ გვექნება არა უბრალოდ ეს უნდა იყოს უბრალოდ surname და ეს აქეთ წერტილი value
წიმე და age input for age წამოვიღოთ აქედან წერტილი ველი. value. და ეხლა რას მივიღებთ? მე რასაც ჩავწერ. კლიკმის როდესაც დავაჭერ, ნახეთ. გამივიდა ეს მნიშვნელობები. შეიქმნა ეს ობიექტი. მე ეხლა, ეხლა რასაც გავაკეთებ, მე აუცილებლად ვიდეოში ჩანაწერში ნახეთ ბევრჯერ, თქვენს დაწერეთ და ეს ყველაფერი უნდა გაანალიზოთ, რას გავაკეთებ ეხლა მე. მე ამას ბევრჯერ და ხშირად გავაკეთებ, რასაც ეხლა მე გავაკეთებ. ანუ ჯერ პირველ რიგში იმას დააკვირდით, რომ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე მე შევქმენი ობიექტი. ნახეთ რა გამოვა? მაგალითად, ჩემი სახელი ზაზა, გვარი მეტრეველი, ასაკი 22 წლის, ხო? კლიკმის რო დავაჭერ, ნახეთ რა გამომდის, გამომივიდა ობიექტი, სადაც აქ წერილი მყავს ჩემი თავი. ეხლა მე ზემოთ მექნება რამე წვადის. let users-ი, რომელიც თავიდან იქნება ცარიელი მასივი. და რას გავაკეთებ ახლა? მე ამ ობიექტს როგორც კი შევქმნი, ამ users-ში push-ით ხო მგონი? push-ით ბოლოში დამატება იქნება და მე მინდა რომ მე აი პირველ ელემენტად დავამატო მასივში ყველა ახალი ობიექტი. Unshift. კი ბატონო, unshift მეთოდს გამოვიყენებ და ვეტყვი რომ ჩვენს მასივში უნდა დაემატოს ახალი ობიექტი new user-ი. new user. და მოდი ახლა ვნახოთ კონსოლში. ასევე new user-ით გამოვიყენოთ და თვითონ მასივი users-ი. მოდი, მე საწავედით. მოდი აქ რამე მნიშვნელობები ჩავწეროთ. როგორც ხედავთ, ერთი ელემენტი არის აქ დამატებული უკვე. აქ კიდევ შეგვიძლია რაღაც მნიშვნელობები დავამატოთ. კიდევ და როგორც ხედავთ, ჩვენს მასივში მარტო პირველი ობიექტი რატოა users unshift. Okay. ამით დაემატა აბა push-ით წავთ, მაგრამ რა მნიშვნელობა? სივში ერთი ელემენტი რატო? ოკეი. ყოველჯერზე ახალი user-ი იქნება. ეს user-ი უნდა გქონდეს აი ამ ფუნქციის გარეთ აუცილებლად, თორე შიგნით ყოველჯერზე ახალი მასივი იქნება რა, აი აქ დავუშვი მე შეცდომა ახლა. და ნუ ახლა უკვე სწორად იქნება ყველაფერი. ნახეთ უკვე 5 ობიექტი გვაქვს მასივში. და ყოველჯერზე ესე დაემატება user-ები. ეხლა ყოველჯერზე ჩვენ რა თქმა უნდა, ნახეთ input for name-ი. input for surname. age უნდა გავასუფთავოთ. მაგრამ ეს ჩანაწერი, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი, ხო? პრობლემა ასე. რაღაც დავწერა მგონი არასწორად. For age ხო, კონსტანტაო და მე ის გამომრჩა value.
აი კონსტანტამ როგორ მიშველა აი. ანუ ველიუები უნდა განვაახლო, უბრალოდ მე თვითონ იმეებს მნიშვნელობას ვანახლებ. და როდესაც რამეს ჩავწერთ, გასუფთავდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ერთ ხაზზე, ანუ ნახეთ, input for names value იქნება input for surnames value რომელიც ყველაფერი წავშალოთ იქნება input for ages value რომელიც იქნება ცარიელი string. ანუ აქ რომ მაგალითად 1-ია, აქ 2 და აქ 3 და ეს ცარიელი ბრჭყალები ვეუბნებით რომ 1 გახდება 2, 2 გახდება 3, 3 გახდება ცარიელი ბრჭყალები და ანუ ყველაფერი გასუფთავდება. მოდი შევამოწმოთ ეს. და აი როგორც ხედავთ გასუფთავდა. ძალიან კარგი, ესეც დავამატეთ და ეხლა მე აი ამ მასივიდან გამომდინარე მინდა შევქმნა ლიები და გამოვიტანო ულში. აი ამ ულში. როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა ეს? ჯერ პირველ რიგში ჩვენს მასივს უნდა გადავურბინოთ. ანუ users წერტილი for each გავხსნათ ფრჩხილები და გადავცეთ user-ი როგორც ფუნქციის ერთ-ერთი პარამეტრი. ანუ ეს user-ი იქნება მასივის საერთო ელემენტი. და ვეუბნებით რა ხდება. აქ ჩვენს სვლად ლისტში inner HTML-ის საშუალებით ვეუბნებით რომ ესეთი რაღაც დაემატება. li პროგრამას იქნება ესეთი რაღაცა. მაგალითად span-ი ამ პარაგრაფი კიდევ ერთი ახალი სტრუქტურა გავაკეთოთ, რომელიც იქნება მაგალითად. სამჯერ ჩამოვაკოპირებ. user წერტილი name-ი user-ი ხომ მასივის ყველა საერთო ელემენტია. ანუ მაგალითად name-ი, age-ი, surname-ი და ასე შემდეგ. user age-ი, მაგალითად ან surname-ი. და user წერტილი age. მოდი, ნახოთ ახლა რა მოხდება. დავჭერთ click miss და როგორც ხედავთ, დაემატა ჩვენი ახალი მომხმარებელი. მოდი კიდე დავამატოთ ვინმე. ნუ შეცვალა რატომ, აბა? მოხდებით? კონსტი რომ არ არის? არა, პლუს უდრის მინდა აქ. მაგალითად ზაზა, მე დავставე, ეგ პირველი და click me და ეს ორჯერ დაემატება for-ით რო ვაკეთებთ. ესე ორი დაემატება, ეგ არ გვაწყობს. ჩვენ იდეაში ესეთი სტრუქტურით ვერ გავაკეთებთ, ვერ წავალთ წინ. იმიტომ რომ ბევრი ელემენტი არის და აუ ნეტა იცოდეთ ანგულაში აი ამ ყველაფრის დაწერა რა მარტივია და რა მოკლე. ანუ იდეაში აქ მოგვიწევს რომ constantly შევქმნათ რამე მაგალითად უდრის create element document create element რომელშიც შევქმნით list ამ list იდეაში კლასი შეგვიძლია მივცეთ, მაგრამ მოდი არ მინდა. და აუ დაგვჭირდება 3 პარაგრაფი.
const p1 უდრის document right element p 3 1 2 და 3 p1-ს უნდა გადაეცეს text content უდრის user წერტილი მაგალითად name ჩამოვაკოპირებ აქ p3 და აქ p2 აქ name-ის მაგალითად surname და აქ უკვე h ამ ლიში უკვე ჯერ append child-ი მოხდება p1-ის, მერე p2-ის, მერე p3-ის და ეს ყველაფერი list-ში მოხდება append child-ი თავის მხრივ. ნუ ცოტა ეხლა ძალიან დიდი კოდი წამოგვივიდა. მაგრამ ამან უკვე უნდა იმუშაო. და error-ი ეხლა ეს დაემატა. საკრიტიკებით გავაკეთოთ. ორი ემატება. რატო ემატება ორი? იდეაში აქ გონი for each საერთოდ არ დაგჭირდება. ხო, იდეაში for each вообще არ გჭირდება. და ზოგადად მოდი ეხლა ეს ყველაფერი გავამარტივოთ. იდეაში როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ ეხლა. აი აქ ჩვენ მასივიც არ გჭირდება. დავაკომენტარებ. და users-ი კი არა, აქ username-ის მაგალითად new users გამოვიყენებთ, ანუ ამ ობიექტიდან წამოვიდეთ პირდაპირ ნიშნულობას. წაის რევი გავაკეთეთ ახლა, ვერ ხსები. ეხლავე ავხსნი. გამით თავიდან ბოლომდე გავყვები და მთლიანად წავიკითხავთ კოდს, ხო, აი. ამუშავოთ. ეს დაიმატა. მოკლედ რა ხდება ეხლა, რა უბედურება ხდება აი ამ კოდში. ესე იგი ჩვენ პირველ რიგში აი აქ გვაქვს ცნობა ყველა ელემენტზე. ეს არის პირველი ღილაკი, ეს არის თვითონ ალი, უბრალოდ ული, აი ეს ული, რომელზეც ვიღებთ ცნობას. აქ გვაქვს პირველ input-ზე ცნობა, ანუ აი ამ input-ზე, აქ გვაქვს მეორე input-ზე ცნობა, ანუ აი ამ input-ზე და აი აქ გვაქვს მესამე input-ზე ცნობა. ყველა input-ი იღებს აი ამ input-ებიდან ნიშნულობას. მიღებული ნიშნულობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვქნით ობიექტს, რომლის ნიშნულობაც არის new user. ამ ობიექტში გადაეცემა შეიქმნა უпростоრად სამი მნიშვნელობა. name, რომლის მნიშვნელობაც იქნება პირველ input-ში ჩაწერილი, ანუ input for name-ში ჩაწერილი value, ანუ ტექსტი რაც ჩაიწერება. მეორე input-ის მნიშვნელობა, აი ამ surname-ის მნიშვნელობა იქნება input for surname value. ანუ input for surname value რა არის? Input for surname არის input-ი, აი ეს მეორე input-ი, რომლიდანაც ჩვენ ვიღებთ ტექსტს. ნუ value რა თქმა უნდა იმ input-ში ჩაწერილი ტექსტი. age-იც ანალოგიურად. ანუ იქნება ობიექტი, რომელშიც ვიღებთ ამ ნიშნულობებს. შემდეგ აი ამ კონკრეტული ხაზით სუფთავდება ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩვენი input-ები სუფთავდება. ანუ ვეუბნებით, რომ ყველაფერმა მიიღოს ნიშნულობა აი ეს ცარიელი ბრჭყალები, ამ ცარიელი ბრჭყალების. შემდეგ ქვემოთ რა ხდება? პირველ რიგში ჩვენ გვქნით ლის. ღილაკზე როდესაც დავაჭერთ, შეიქმნება ალი და ან სლადი შეიქმნება ალი, რომელშიც ხდება
ელემენტის შექმნა ლის სახით. შემდეგ შეიქმნება პარაგრაფი, პირველი პარაგრაფი, რომელშიც გადაეცემა რომელიც ნიშნულობად იღებს, ანუ პარაგრაფში შევა ტექსტი. და რა ტექსტი შევა? აი ამ ობიექტში, name-ში რაც იქნება მნიშვნელობა. ის ტექსტი წამოვა აი აქ, new user, ანუ ამ ობიექტის new user-ის name. და ეს მეორდება სამჯერ. surname-ზეც და age-ზეც. შემდეგ ლიში პირველი შემოდის პირველი პარაგრაფი, მერე ლიში შემოდის მეორე პარაგრაფი, ლიში შემოდის მესამე პარაგრაფი და ლიში რომ შევლენ ეს პარაგრაფები. შემდეგ list-ში, ანუ თვითონ ულში შევა ეს ლი. მოდი ეს ახლა სტრუქტურულადაც ვნახოთ. ჯერჯერობით ულში არაფერი არ არის და მოდი რამე მნიშვნელობებს ჩავუწე. აითად გოგა 24 წლის. გოგა რამე რომეშვილი 1 წლის დავამატოთ. და 2 წელს მაგალითად. დავამატოთ მეორე user-ს. და ახლა ვნახოთ გავხსნათ ჩვენი ული და რა ხდება. ულში დაემატა ალი, ანუ ყოველდღიურად list-ში დაემატოს. და list-ში რა არის? list-ში არის 3 პარაგრაფი, სახელი, გვარი და ასაკი. აი აქედან გამომდინარე და აი ამ ობიექტიდან გამომდინარე. იდეაში ამის შემოკლებული ვერსია შეგვიძლია დავწეროთ. და ეს გექნება ზუსტად თქვენ საშინაო დავალებად, რომ ეს კოდი უნდა ნახოთ და უნდა მოიფიქროთ უფრო მოკლედ როგორ შეიძლება დაწეროთ. ან მაგალითად აი აქ შეცვალოთ რამე, ან მაგალითად ეს ამოიღოთ, ან აქ შეცვალოთ რამე. ან აქ. დაფიქრეთ კარგად. და შეამოკლეთ აი ეს მიღებული კოდი. რაც დაკომენტარებული არ იქნება იქიდან, ხო? ხო, აი ნახეთ, მოდი მთლიანზე გავხსნი ახლა. და აი აქედან აქამდე. მოდი ზედმეტ space-ებს ავშლი მე რომ ახლა ერთ screenshot-ში ჩავტიო და ამას აგიპირთავთ საშინაო დავალებად. აი ეს უნდა დაწეროთ სამენაირად შემოკლებული. იგივე ფუნქციონალი ქონდეს, ოღონდ შემოკლებული. კი. და ეგ თქვენზე იქნება დამოკიდებული როგორ გაასწორებთ. ანუ თვითონ ეს რა არის, ანუ ორი input-ებიდან გამომდინარე, ანუ input-ში ჩაწერს სახელს, გვარს, ასაკს და ქვემოთ გამოვა ეს ინფორმაცია რა, ანუ თვითონ მომხმარებელს ვარეგისტრირებ და ქვემოთ გამოყვავს. ანუ რეალურად ეხა ეს ლამაზად არ გამოგვივიდა, CSS-ი ვაფშე არ გვაქვს. უბრალოდ ქვემოთ ესე მახინჯად ეწერება, მაგრამ მაგალითად table-ის გაკეთება შეგვეძლება აი ახალი დარეგისტრირებული მომხმარებლების მაგალითად ან რამე პროდუქტის დამატება რა. აი მაგალითად მსხალი პირობითად აქ შეიძლება ფასის ჩაწერა 20 ლარი და 44 მაგალითად და აქ პირობითად აღწერა გემრიელი მსხალია ქვემოთ მაგალითად ფოტოს არჩევა იქნება და ღილაკზე დაჭერით აი აქ გამოვა მსხალი, აქ რაღაც ფოტო იქნება 20 და 40 გემრიელი მსხალია და ასე შემდეგ რა. მიხდი ხო? კი. ძალიან კარგი. რამე კითხვა ხო არ აქვს ხო? არა. ბატონო, მაშინ დღეისთვის დაგემშვიდობებით. შემდეგ აკვეთილზე ძალიან აღარ დაგტანჯავთ, ეხლა ძალიან ბევრი რაღაც განვიხილეთ, უბრალოდ
ძალიან დიდი თემაა, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მარტივია. ანუ ამ ყველაფერს ძალიან რეალურად ძალიან გასაგებენაზეა ყველაფერი, მაგრამ კარგად უნდა დაუკვირდეთ რა. მე ყველანაირად შევეცდები, რომ აი ამ თემასთან უფრო გაგხსნათ და უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, ბევრს ვივარჯიშებთ რა და ბევრი სხვა ვარიაცია გვექნება. კარგით მეგობრებო. გემშვიდობებით მაშინ და შევხვდებით სამშაბათს. კარგად დროებით. ახონდეს. ახონდეს.